სამი ყველაზე გრძელი გზა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო მათგანის მანძილის დაფარვას 1 თვე სჭირდება. ნომერი 3 ინტერსტეიტ 90. ყველაზე გრძელი ინტერსტეიტის მაგისტრალი გადაჭიმულია 3021 მილი სიეტლ ვაშინგტონიდან ბოსტონ მასაჩუსეტსამდე. ის გადის 13 შტატზე, კვეთს 200-ზე მეტ მდინარეს და მოიცავს მსოფლიოში ყველაზე გრძელ მცურავ ხიდს, რომელიც გადის ვაშინგტონის ტბაზე. მისი მშენებლობა მილიარდები დაждდა და 40 წელზე მეტი დასჭირდა. თუ მას 60 მილი საათით შეუჩერებლად გაიული, მაინც 50 საათზე მეტი დაგჭირდება. ნომერი 2 US Route 6. ერთ დროს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გრძელი გზა გადაჭიმულია 3205 მილი სანაპიროდან სანაპირომდე, პროვინსტაუნ მასაჩუსეტსიდან ბიშოპ კალიფორნიამდე. ის გადის მოჩვენებით ქალაქებზე, მიტოვებულ სამთო ბანაკებზე და ნევადის ნაწილზე, რომელიც ცნობილია როგორც ამერიკის ყველაზე მარტო გზა. ხოლო პენსილვანიაში ის 400 მილს მოიცავს. ზოგიერთი მონაკვეთი იმდენად შორსაა, რომ GPS-იც კი წყვეტს მუშაობას. ნომერი 1 US Route 20. გადაჭიმულია 3365 მილი ბოსტონ მასაჩუსეტსიდან ნიუპორტ ორეგონამდე. ის ამერიკის ყველაზე გრძელი გზაა, რომელიც გადის 12 შტატზე და მოიცავს ყველაფერს. იელოუსტოუნის ეროვნული პარკიდან დაწყებული, უსასრულო შუა დასავლეთის სიმინდის მიდრეებით დამთავრებული. ხედავთ მის სიგრძისა, ეს ძირითადად ორზოლიანი გზაა, რომელიც გადის ისტორიულ ქალაქებზე.